ქართული ოცნების სატელიტი საზოგადოებრივი მოძრაობის ნეიტრალური საქართველოს მიმართვის საფუძველზე. ოცნების გენერალურმა პროკურატურამ 8 თებერვალს საბოტაჟის და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით გამოძიება დაიწყო. ნეიტრალური საქართველოს, რომლის წევრები ნანა კაკაბაძე, ვატო შაქარაშვილი და ლევან ნიკოლეიშვილი არიან, ქართული ოცნების მხარდამჭერი საზოგადოებრივი მოძრაობაა და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. როგორც ოცნების გენერალური პროკურატურა ამბობს, საგამოძიებო ჯგუფში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები არიან ჩართულნი და საზოგადოებას გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდიან. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 8 თებერვალს გამოძიება დაიწყო საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის სრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე, რაც სასჯელის სახე და ზომად 5-დან 10 წლამდე და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საზოგადოებრივი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლების მიერ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოტანილი განცხადება, სადაც ისინი ბოლო წლებში და განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიუთითებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისათვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა.